ფარული ჩანაწერი გაასაჯაროვა მონიტორინგის ცენტრ მედიატორის დამფუძნებელმა ლევან ხაბეიშვილმა. მათი თქმით, აუდიო მასალაში ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გეგი ნიჟარაძე თანამშრომელს სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე განცხადების დაწერას აიცურებს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი გათავისუფლებით ემუქრება. ეს ადამიანი, რომელიც ამ ეტაპზე ანონიმურობას ინარჩუნებს, ორგანიზაციის განცხადებით, რამდენიმე დღის წინ უკვე გაათავისუფლეს სამსახურიდან. ის მზადაა ითანამშრომლოს საგამოძიებო ორგანოებთან. მედიატორის დამფუძნებელი ლევან ხაბეიშვილი კი გეგი ნიჟარაძის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს. ჩვენ ვითხოვთ გეგი ნიჟარაძის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას, იმიტომ რომ გამოიკვეთა უამრავჯერ, რომ ეს ადამიანი არის ჩვეულებრივი მოძალადე. ეს ადამიანი არა მარტო საზოგადოებისთვის, არამედ მისივე თანამშრომლებისთვის არის ძალიან საშიში და არაერთხელ დადასტურდა ეს. დღევანდელი ფაქტის ადასტურებს, რომ ეს ადამიანი ძალადობს მის თანამშრომელზე, თუ როგორ არის ფაქტი კონკრეტული, თუ როგორ აძალებს, რომ დატოვოს კონკრეტული თანამდებობა და დაწეროს თვითონ განცხადება. განცხადებას არ ავწერ. თქვენ როგორც განცხადებია, როგორც მე ჩემს იმაზე განცხადებით არ ავწერ. შეიძლება შენი ასაკი ქონდეს მაგიდე დავაგე. თომასეთი ყო. მე ადიდე მევიშვი შენ სადღაც შიგიშოვია, ხო ის 23 წლის კაცი ასეთის ეს პრობლემა უნდა იყოს სამსახურში, რა. ყველა მაგიო ქვეყნის. თავად გეგი ნიჟარაძე კი მის წინააღმდეგ გავრცელებული ვიდეოს ავთენტურობის დადგენას ითხოვს. ზედამხედველობის სამსახურის უფროსი თანამშრომლებზე ზეწოლის რაიმე ფაქტსა და უსაფუძვლოდ ვინმეს გათავისუფლებას კატეგორიულად უარყოფს. პირველ რიგში მე ვითხოვ აღნიშნული ჩანაწერების ავთენტურობა დაადგინონ და დააზუსტონ და შემდეგ მოითხოვონ ჩემი პასუხისგებაში მიცემა გაურკვეველმა პირებმა.